დაგვიცოთ ქრისტეს მიერ საყვარელო, მოგცეთ უფალმა მშვიდობა, წყალობა, დაცულები, დაფარული და დალოცულები იყავით ყველა წმინდა სამების მიერ და ჩვენი მეუღლე, ჩვენი შემწე, ჩვენი დედოფალი ღვთისმშობელი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების ფარველი. ეს კვირა დღეა და ერთი კვირა შესრულდა, უკვე რაც დაიწყო დიდი მარხვა და ჩვენ შევუდექით ამ მარხვას და მე იმედს ვიტოვებ, რომ შევუდექით კრძალვით, მოთმინებით, მოწიწებით, ერთმანეთის სიყვარულით, მიმტევებლური, ესე ვთქვათ, შეგრძნებებით და ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ, რომ თითოეული ჩვენთაგანი ამ მარხვას, რა თქმა უნდა, შეძლებს ის დაგვარად, ვისაც რა ძალუცი და ყველას ერთნაირად არ შეუძლია. შეძლებს და გვარად, ანუ დავტოვებ ჩვენს, ესე ვთქვათ, ნაკვალევს, რომ როგორი მარხველები ვართ, როგორი მლოცველები ვართ, როგორი მიმტევებლები ვართ, როგორი სიყვარული შეგვიძლია და ასე შემდეგ. იცით რა არის, აი რო უყუროთ ჩვენ და ზოგადად ვთქვათ ასე, რომ იცი რა არის, ქრისტიანობა ძალიან ძნელია. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეა შესასრულებელი. თქვენ და მეც უკვე დიდ ცდომილებაში ჩავარდებით, იმიტომ რომ იმაზე მეც მაცხოვარი ჩვენი არ ხოს, ვიდრე ჩვენ ამისი შეძლება შეგვიძლია. და თუ ადამიანი ათწნებას იცავს თავისი სისრული და სისავსით, მაშინ მისთვის სიძნელე უკვე აღარ იქნება, რომ გვეუბნება მაცხოვარი, რომ არ ყავდეს სხვა ღმერთი ჩემს გარდა, რომ უნდა არ მოიპარო, არ იქულდო, არ იმრუშო, სხვისი არ მოინდომო, სხვისი არ ცოლი გინდოდეს, არ სხვისი ქმარი გინდოდეს, შენი ყავს მოგცა უფალმა და ღმერთმა მშვიდობაში მოგეხმაროს, პატივი ეცი შენს მამას და დედას და დღეგრძელი იქნები და ასე შემდეგ და იმდენად დაინახეთ მარტივია, იმიტომ რომ სულ 10-ია სათვალავით, ხო, მაგრამ ნახეთ ჩვენ ადამიანებს არ ყოფნის რაღაც ცხოვრებაში სულ მუდამ დავდივართ, ჭიანჭველებით, ფუსფუსებ, თუ გვინდა სიტყვით 1 კილო კარტოფილი უნდა მივიტანოთ 10 კილო კარტოფილი, იმიტომ რომ ოჯახს არ მოშივდეს და ეს უბრალოდ შედარებითია ზოგადად ვამბობ და ამიტომ არის რომ ძალიან ხშირად ჩვენ თვითონვე ჩვენს დაგებულ მახეში ხაფანგში ვებმევით. ამიტომ არის შემოძვირთვასება, რომ უნდა გვახსოვდეს, რომ ის რაც ჩვენ მოგცა უფალმა, ეს ჩვენი შესასრულებელია და ამ ყველაფერთან ერთად მე ძალიან ხშირად მithქვამს ეს თქვენთვის არის ჩარჩო. აი ამ ჩარჩოებში უნდა ჩავეტიოთ. როცა ადამიანი მუდმივად ამ ჩარჩოებიდან გადადის, კარგი გავიგე ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ, 100ჯერ, გასაგებია. თუმცა გვეუბნება მაცხოვარი, რამდენჯერაც უნდა დაეცე, მოდი ჩემთან, მაგრამ რამდენი ადამიანი აღარ მოდის მერე მაცხოვართან, რამდენი ადამიანი აი ამ დაცემულ მდგომარეობაში რჩება. მე საუბარი რატომ დავიწყე, ანუ ვიდრე კიდე დრო გვაქვს ჩვენ, ეხლა დაიწყო ერთი კვირა, რაც ეს დიდი და მძიმე მარხვა დაიწყო წმინდა 40 და უნდა დავფიქრდეთ ადამიანები. მე ადრეც მოგეცით როცა კურთხევა, ვიდრე დილას აღამოს ლოცვებს ვკითხულობ სალმონებს სახარებას, ვიდრე ლოცვად მიხვალ 15 წუთი ჩამოჯექით და უბრალოდ დაფიქრდით. იფიქრეთ იმაზე, ვის წინაშე უნდა წარდგეთ ლოცვით, ვის უნდა ესაუბროთ და ვინ არის ის, ვისაც აემდეს ელაპარაკები. თუ ოდნავ მაინც სიყვარულის შიში გულში შემოვიდა, თუ ოდნავ მაინც მიხვდები, რომ ამდენი საუბარი არ არის მასთან საჭირო, ჩვენი ენით მე იმას ვგულისხმობ, რომ აი სულ ბევრჯერ მithქვამს, რომ სულ მდგომარეობაში მომეცი, მჭირდება უფალ და ასე შემდეგ. მიხვდებით თუ როგორი კრძალვით უნდა მივიდეთ ჩვენ ღმერთთან და როგორი კრძალვით უნდა ვესაუბროთ მათ. ნუ დაგავიწყდებათ შემოძვირთვასებო ესეთი სახარებიდან ამბავი თესვარისა. ზოგადად გახსოვდეთ ყოველთვის ეს მარტო ეს არა ყველა სახარებისეული სწავლება, მაგრამ ნუ დათესავთ ღვარძლს, თესეთ სიკეთე. ნუ იქნებით სხვისი ამბის მახარებელი, ცუდი ამბის მახარებელი, ნუ გაგიხარდებათ ნურავის, ნუ განიკითხავთ, რათა თქვენც არ იქნეთ გაკითხული. გიყვარდეთ, რომ უფალმა ღმერთმა თქვენც შეგიყვარო და უყვარვათ, მაგრამ ჩაგიყვუდოთ გულში. ნებისმიერი, რასაც ჩვენს ცხოვრებისეულ აი ამ ბილიკზე ჩავდივართ, ნუ გონია თუ სადმე გადავარდება, სადმე დაიმალება, სადმე ისეთ ადგილას დავდებთ, რომ ვეღარ ვიპოვებთ. არა, რა თქმა უნდა. ყოველივე, რასაც კი ჩვენ ჩავიდეთ და ჩვენს ცხოვრებაში, ანუ არასწორ ნაბიჯებს გადავდგათ,
ყოველთვის გვექნება აჩრდილივით მუდამ ჩვენ გამოყვება. თავს არ დაგვაუწყებს ის. იმიტომ რომ როგორ შეიძლება აი ხშირად არ ყოფილა, მაგრამ რამოდენიმე ყოფილა აღსარებაში დამავიწყდა. არ შეიძლება დაგავიწყდეს შენ მიერ ჩადენილი ცოდვა. მე რო რაღაც ვცოდე და ამას ძალიან ნანობ. როგორ შეიძლება ეს ხო მთელი ცხოვრება მე შემახსენებს თავს რომ მე ეს ცოდვა მაქვს ჩადენილი. არ დაგავიწყდა, უბრალოდ გინდა რომ არ თქვა. უბრალოდ ალბათ გინდა რომ ეს შენი ცხოვრებიდან წაშოვა, მაგრამ წმინდა აღსარების გარეშე ეს არ წაიშლება, არც განქარდება, არსად არ წავა. ამიტომ არის რომ წმინდა აღსარების საიდუმლო ეს არის რომ უფალთან აუარო ადამიანმა შენი ცოდვები და უფალი მოწყალია და კაცმოყარი. თუ ვიღაცა ფიქრობს რომ მოვედით მამაოსთან, მამაოს ვეტყვით და მამაო ვისგან იღებს ამ შენდომის მადლს, რა თქმა უნდა ღვთისგან, ჩვენ რა შეგვიძლია, ჩვენ თქვენაირი მოკვდავი ადამიანები ვართ, მაგრამ ნახეთ, არის ერთი დიდი განსხვავება, საფრთხო მადლი. ხო ესეა, რომელიც მგლობის მადლი ქვია, უძლურთა მკურნალი და ცოცხალთა ნუგეშინის მცემელია. ასე რომ ჩვენ ჩემო ძვირფასება უნდა გვახსოვდეს, რომ აი მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მარხვაში მაინც ხო ვეგზავნოთ ისეთ ცოდვების ჩადენას, რომელიც ღმერთთან კი არ დაგვაახლოს, პირიქით დაგვაშორებს, იმიტომ როგორ შეიძლება მარხვაში ადამიანი იყოს ქედმაღალი, როგორ შეიძლება საერთოდ არ უნდა იყოს, მაგრამ როგორ შეიძლება ამპარტავნება ამას ზოგჯერ აღსარებაში რომ მიკითხავს, რომ ამპარტავანი ხომ ახლა რას ლაპარაკობ, მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ ჩამონათვალში ალფაბეტის მიხედვით კი არ არის, ამპარტავნება არის ცოდვების დედა, იქიდან მოდის ყველაფერი. რა თქმა უნდა, ადამიანს უნდა ჰქონდეს ესეთი მიდგომა, რომ შენი თავის ფასი უნდა იცოდე, აუცილებლად შენი ოჯახის ფასი უნდა იცოდე, შეიძლება ვიღაცამ დაუმსახურებლად შეურაცხყოფა მოგეყენოს, მაგრამ არ უნდა აალდეს ადამიანი და არ უნდა გაცეცხლდეს, არამედ სადღაც უნდა დაფიქრდეს და შენდობის მიცემაც უნდა შეძლოს, მაგრამ უნდა დაფიქრდეს, რომ ერთ რამეს მაინც მიხვდეს, რომ ეს იმ ადამიანმა კი არ მიეყენა შეურაცხყოფა, არამედ იმ ბოროტმა ძალამ, რომელიც იმ ადამიანში ფაქტიურად ესე ვთქვათ, იმ ადამიანს შეუშვა და ჩვენც რო იგივე გავაკეთოთ, ჩავთვალოთ, რომ ჩვენ იმისგან არაფერთან გავსხვავდებით. დაუშვათ იმან შეურაცხყოფა მოგეყენა, ჩვენ 10 მაგას მივაყენეთ, იმან კიდე მომაყენა, მე ისევ მივაყენე და ეს არის დაუსრულებელი მდგომარეობა, რაშიც არ ურჩევ არავის რომ აღმოჩნდეს. რამეთონ უნდა გავიწყდება ძალადობა და სიძულვილი ერთმანეთს თუ იგივეს უპასუხებთ შობს სხვას კიდევ. ასე რომ მე ვისურვებდი რომ ვისწავლოთ ნენელა რაღაცეები ჩვენ ცხოვრებაში, უпростоრად რაღაცეები ძალიან ბევრი ვიცით, მაგრამ აი ეს ქრისტიანული მორალი და ის სულისთვის სათნო, რაც ზოგადად უფალმა დაგვიტოვა ჩვენ. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას ადამიანებისა, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და ითხოვა ლოცვა-კურთხევა რძის ნაწავზე უძლურების და გამო. რა თქმა უნდა, ლოცვა-კურთხევა მათ მიცემული აქვთ, იმიტომ რომ ღმერთმა ყველა ჯანმრთელად გამყოფოთ 100 წელი, კარგად იყავით, ჯანმრთელობის ფასი რა თქმა უნდა არაფერია, მაგრამ ისიც უნდა გვავიწყდება, რომ მე ხშირად მეთქვი ახლა ვიღაცას ხელი ატკივდება, ხელიას ტკივდება თუ სიტყვით ვიზახი რაღაცა ისეთი ორდღიან სიცხეს მისცემს, აქ ნუითხოვთ ესეთ რაღაცას, უბრალოდ უხერხულია ღვთის წინაშე. მე წერა რატო გითხრათ, დადაგითხო მე 15 წუთი ვიდრე უფალთან მიხვალთ სალოცავად და იფიქრეთ ვის წინაშე და თუ მე ამას გაიაზრებთ ვის წინაშე გვიწევს ჩვენ დგომა, მე მივხვდებით 2 დღე თუ სიცხე მქონდა, ამის გამო არაფერ შეიძლება რომ ადამიანმა მარხვა დაარღვიო. ხა მესმის რომ ვიღაცას ფილტვების ანთება აქვს, ვიღაცა ძალიან ისე ცუდად არის გასაგებია, მაგრამ უბრალოდ რაღაცებს არ ვარგა. ეხლა რაც შეეხება წირვის მნიშვნელობას და ზიარების მნიშვნელობას. პირველი ვიდრე დამავიწყდა რომ მინდა გითხრათ. ძალიან ხო ზიარებაზე რომ მობრძანდებით, ამ თავს ასკილივით მოახანავებთ. თქვენ მოდით, გასწორდით, გააღეთ პირი და დანარჩეს მე ყოველს აი ესე დავატარებ ხოლმე. არ შეიძლება, რამდენი წელს მრევლი ბრძანდებით, უკვე ეს უკვე უნდა კარგად გესმოდეთ და იცოდეთ. თქვენი მოვალეობა პირის გააღოთ და დანარჩენი მისცეთ მოძღვარს იმის უფლება, რომ გაზიაროთ ამ წმინდა ნაწილები. ეხლა რაც შეეხება მეორე მდგომარეობას, რა არის ზოგადად ლიტურგია და რა არის ლიტურგიის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ზოგადად უფალი რა თქმა უნდა, მაგრამ მისი დანიშნულება რა არის? ლიტურგიის დროს მე ხშირად მithქვამს, რომ როცა ადამიანი ეზიარება ქრისტეს წმინდა სისხლს და ხორცს, ჩვენში შემოდის უფალი და ხდება გამხდოება ადამიანის. ანუ რაც ვერ მოხდა
სასუფეველში, ანუ იქ სადაც საიდანაც წამოვიდა ჩვენი პირველი მშობლები ადამი და ევა, რისთვისაც ამზადებდა მაცხოვარი, რომ აი ამ კონდიციამდე მიიყვანა ადამი და ევა, ის დაირღვა და ფაქტიურად მთელი კაცობრიობა რჩებოდა ამ მადლის და ამ წყალობის გარეშე, რომ ადამიანი გამართულებული იყო და ამიტომაც მოვიდა მაცხოვარი ხორჩესმური მონის ხატით და ამიტომაც მოხდა მისი ჯვარცმა, რათა თვითონ ჩვენთაგანს მოსცემოდა საკურნებლად მიბღებელნი, როცა ვიქნებოდით მისი სისხლის და ხორცისა. ნახეთ, ძალიან ღრმა არის სიღრმისეულია ზოგადად ქრისტიანობა და მით უმეტეს წმინდა ლიტურგია. ლიტურგია შედგება პირველია პროსკომედია, ანუ კვეთა და რა ხდება კვეთის დროს. მე ხშირად მithქოს თქვენთვის, მაგრამ რადგან გამეორება საჭიროა, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ. კვეთის დროს იკვეთება აბსოლუტურად ყველა იმ მორწმუნე ადამიანისთვის, ვინც ტაძარშია და შემოგზავნილია ქსეფისკვერი, ყველა იმ გარდაცვლილთა სულებისთვის და ზოგადად ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის და ყველა საუკუნითაგან მართლმადიდებლობით გარდაცვალებულისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი, მოდი ესე ვთქვათ, ანუ ამას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს და აღარ დავასახელებ, ძალიან სხვანაირად იქცევა. მე მინდა გითხრათ, რომ ამ დროს თუ რომელიმე ადამიანი აკლდება წმინდა ლიტურგიას, ანუ წირვაზე არ მოდის რაღაც აბსურდული მიზეზების და გამო, ის აკლდება არა მარტო თვითონ, არამედ მისი ოჯახი, მისი შვილები, მთელი მისი ახლობლები და რა თქმა უნდა, ის მისი გარდაცვალთა სულები. ბევრმა იცის ესეთი რაღაც, მოვა, იყიდის სანთელს, იყიდის სეფისკვერს და დატოვებს და მამა ვილოცე ჩემს გამო. ბიჭო, მე კი ვილოცულობ და ვილოცებ, მაინც აქა ვარ, მაგრამ შენ როდის რა უნდა ილოცო შენი თავისთვის, შენი გარდაცვალებისთვის და შენი ცოცხლებისთვის. ამიტომ არასწორია, იცით რა არის. ნახეთ როგორ არის, გავიგე რომ აი ბავშვი მივიდა პირველ კლასში. მან ხომ უნდა გაიაროს ეს წლები საფეხურები, რომ დაამთავროს ის მე-11 თუ სადამდე მე-12? ხო, 12 კლასი. ხო არ შეიძლება ეს ბავშვი პირველი კლასიდან დასვათ მე-12 კლასში გამორიცხულია, ხო? ამიტომაც არის ჩვენ სწავლობთ ესე ვთქვათ მორწმუნე საზოგადოება, მაგრამ არის ძალიან ბევრი, რასაც იციან, მაგრამ მაინც შებრუნებულად აკეთებენ. ეხლა ეს საუბარი რატო დავიწყე? მე მინდა მოვყვე ერთი ამბავი, რომელიც მოხდა, ეხლა დღეს იყო ბასილი დიდის ლიტურგია, იცით რომ დიდ მარხვაში ყოველი კვირადღე ბასილი დიდის ლიტურგია და შაბათს არის იოანე ოქროპირის. ეს მარხვაში, მაგრამ ზოგადად მაინც კიდევ ერთხელ გეტყვით, წელიწადის მთელი წლის განმავლობაში არის ბასილი დიდის წირვა 10 ჯერ. დიდ მარხვაში არის პირველ შეწირულის ლიტურგია, ოღონდ ეს არის გრიგოლი ღვთისმეტყველის და დანარჩენი 90% ესე ვთქვათ, არის იოანე ოქროპირის წირვა. და ეს რადგან ბასილი დიდთან არის დაკავშირებული და დღეს მისი ლიტურგია აღესრულა, მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა. იყო ერთი ადამიანი, მღვდელი, ახალგაზრდა მღვდელი, რომელიც როგორც თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრებისეული ჩავარდა ძალიან დიდ ვალებში და იმდენად გაიზარდა ეს ვალი, რომ უკვე ძალიან აწუხებდნენ ეს მევალეები და სახში აკითხავდნენ და მოკლედ შეწუხდა ეს მღვდელი. ეხლა იცით რა არის, შეიძლება ადამიანმა რაღაცა დაითმინო, მაგრამ მე ესე მგონია და მინდა ესე მეჯეროს ბოლომდე, რომ სასულიერო პირისთვის უფრო მეტად მძიმეა, როცა ესეთი მდგომარეობა, იმიტომ რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდება. ამიტომ გადაწყვიტა, რომ მისი ახლობელი ვაჭარი ენახა, მისულიყო მასთან და რადაც არ უნდა დაჯდომო და ეთხოვა მისთვის ფული. ვაჭარმა მოусმინა, მისცა 500 ოქრო, ოღონდ თვითონ მღვდელმა მას აღუთქვა, რომ ვიდრე ის ცოცხალი იქნებოდა, ვიდრე ის სამთო ლიტურგიას ჩაატარებდა, მოიხსენებდა მას, ანუ ვაჭარსაც, მის ოჯახის წევრებსაც და რა თქმა უნდა მის გარდაცვლებსაც და რო დაფიქრდა ვაჭარი, ხელთ აწყობდა ეს სიტუაცია, იმიტომ რომ მისთვის ის 500 მონეტა არაფერი არ იყო, მაგრამ იფიქრა მღვდელი ახალგაზრდა, კიდე დიდხანს იცოცხლებს, რამდენ წირვასაც ჩაატარებს იქ მოხსენიება მისი გარდაცვლების უცოცხლების, არაჩვეულებრივი იყო, ამიტომაც მისცა და გაუშვა. მღვდელმა გადაიხადა ეს ვალები, რა თქმა უნდა, ამოისუნთქა მევალეებისგან და ერთხელ ჩაატარა წირვა და გარდაიცვალა ეს მღვდელი. უნდა გავწოდოთ, ეს არის ბასილი დიდის ეპოქა. რო გაიგო ამ ვაჭარმა, იმაზე კი არ დაწყდა გული, რომ მღვდელი გარდაიცვალა, იმაზე რომ ჩემი ოქრო, რომ ეგონა მას, ანუ გათვლა ჰქონდა, რომ მრავალი წელი მოიხსენიებოდა მისი სახელი და აღმოჩნდა სხვანაირად. რა თქმა უნდა, იდარდა, ვერაფერს ვერ იზავდა და დაიწყო უკვე
სახლში მიკითხება მღვდელთან, ანუ მღვდლის დედასთან. მღვდლის დედა უხსნიდა, რომ არაფერი მას არ გააჩნდა და რაც კი ჰქონდა ცოტაოდენი იმ მღვდლის დაკრძალვას მოხმარდა, მაგრამ ამ ადამიანმა განაგრძო ესე თქვა შეტევა და რაც ყველაზე მთავარია, დაშინება, რომ ანუ მას უჩივლებდა სასამართლოში და კაი დღე არ დაადგებოდა. შეწუხებული ეს შუნტარი დედა მივიდა ბასილი დიდთან და მოუყვა თავისი სატყივარი, რა აწუხებდა და ბასილი დიდმა დაამშვიდა, იცით რომ უდიდესი წმინდანია და საოცარია მისი ცხოვრება. იმედია რომ იცით, იმიტომ რომ უნდა იცოდეთ ყველამ აუცილებელია, როგორც ივანე ოქროპირის, ესე ბასილი დიდისა. და უთხრა ესეთი რა, წადი, ნახე ვაჭარი და უთხარი, ხვალე მე აღვასრულებ ლიტურგიას, მე ამოვიღებ სეფისკვერიდან იმ წმინდა ნაწილს, მისი ოჯახისთვის, ახლობლებისთვის და ასე შემდეგ და მოდით და მოიტანეთ წირვაზე სასწორი. მე ერთ მხარეს დავდებ იმ ნაკვეთ სეფისკვერს, პატარა ნაწილს და რამდესაც დაიჭერს, ანუ ესე ვთქვათ, სიმძიმე ეს იმან დაალაგოს ოქრო. წავიდა ეს ქალი, უამბო ვაჭარს მოეწონა, იმიტომ რომ იფიქრა, ნუ რა უნდა იყოს სეფისკვერი, ეხლა ერთ მონეტას დავდე და ამით მორჩება ყველაფერი. მაგრამ ესე არ მოხდა. წირვაზე როცა ყვეთა წმინდა ეპისკოპოსმა, როცა ლიტურგია ჩატარდა, მოიხსენია სახელები და ამოიღო პატარა ნაჭერი, ანუ წმინდა ნაწილი, დადო პინაზე და მერწმუნედ საოცარი რაღაც მოხდა, ანუ ალაგებდა ეს ვაჭარი ამ მონეტებს და არაფრით არ იწეოდა ეს მონეტა დაბლა, ანუ ზრია ისევ აი წმინდა ნაწილმა. და ამ საკვირველების მხილველი, გააუგდა, რა თქმა უნდა, წმინდა ბასილს თხოვა შენდობა და იმ დღიდან აბსოლუტურად უფრო სხვანაირად დაიწყო და თან რა თქმა უნდა ის დედაც აღარ შეუწუხებია. აქედან ისი თქმა მინდა შემოძვეთვასებო. ის რაშიც თქვენ ეკონომიას აკეთებთ მუდმივად სეფისკვერზე. ის რაშიც თქვენ ვერ ხვდებით უბრალოდ რას ყიდულობთ და ზოგი ეგრე გაიქანებს ყბაში და იმით გამოძღებას მაპატიეთ ამ გამოთქმ, მაგრამ ესეა დაფიქრით ხალხო, რასთან გაქვთ საქმე. წარმოიდგინეთ ერთი პატარა წმინდა ნაწილი და ამდენი ოქრო, რომელიც ვერ გადაწონა აი ამ ოქრომ. ამიტომ ვიღაცა თუ იმას ფიქრობს, რომ რატომ შევწირო, რისთვის შევწირო, მაინც მე რა, ეს ყოველთვის გქონდეთ ცხოვრებისეულ მაგალითად, თუ რა ძალა აქვს წირვას და წირვაზე მოხსენიებულ ყველა იმ ადამიანს, ეს არის ცოცხალი თუ მიცვალებულისთვის. ეხლა კიდევ ორი სიტყვით მინდა უბრალოდ გითხრათ, შეგახსენოთ ეს ბევრჯერ მიქადაგია. წმინდა მამა გაბრიელს აქვს ეს ნათქვამი, რომ წმინდა ლიტურგია და შეკვეთილი წირვა ზოგადად არის უდიდესი რამ. შეკვეთილი წირვითო, აი შედარებას დაუკვირდით ძალიან კარგად ადარებს. ერთი შეკვეთილი წირვითო, ანუ ისეთი მადლი გარდა მოდისო, რომ თითქოს პატიმარი მზეზე გაასეირნო, ანუ პატიმარი აქ იმაზე არა, ჩვენ რო პატიმრები გვყავს და ეს დაატარებენ როგორც არა, ეს უსაღები, რომლებიც აი სინათლე არ უნახია და აი ხო ციხეებში რო იყვნენ, აი კლდოვანი მე, აი ესეთ იმაზეა საუბარი. და მართლაც იმ ადამიანის, რომელმაც შეიძლება ისე გარდაიცვალოს წლების მერე, რომ ზეც არ ქონდეს ნანახი, მისთვის ეს მზის სხივების ნახვა არის ყველაზე უმნიშვნელოვანესი. ამიტომ არის შედარებული აქ მამა გაბრიელს. მე აქვს ესეთი რამე ნათქვამი. 7 წირვასო ძალიან დიდი მადლი აქვს და საოცრების მოხდენა შეუძლიაო, მაგრამ 12 შეკვეთილ წირვასო იმ ხელა მადლი აქვს, რომ რაც არ უნდა ცოდვილი ადამიანი იყოსო, ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ამოიყვანენო. გარდა ერთი ღვთის გმობელისა, რომელიც მთელი ცხოვრება ღმერთს გმობდა. და ასე ასრულებს მამა გაბრიელი ამ ამბისთრობას. თქვენ რო იცოდეთ, რა მადლი გადმოდის წირვის დროს, ტაძარში მოაგროვებდოთ იატაკზე მტვერსო და მაგით სახეს მოიბანდითო. ეს რატომ მომყევი? ძალიან ხშირია მე ხშირად მithქვას, მე რომ მიყვებთ ორი თვალი მაქვს და ორი ყური მაქვს, უფრო მეტი მაქვს ვიდრე თქვენ გონიათ, როგორც მოძღვარს, იმიტომ რომ ესეც ღვთის იმით არის, რომ თავის სულიერი შვილები თვალი ადევნოს და რაღაცა იმ საფრთხისგან დაიფაროს. ძალიან ხშირად არის, როცა ადამიანს, ანუ ჩემს სულიერ შვილს აღსარების დროს იქნება თუ ისე ვეუბნები, შეიძლება უსაყვედურო, ვურჩიო, ჩხუბით არავის არ გეჩხუბებია, ერთმა დაიმფაროს და არის ძალიან ხშირად, რომ ეს ადამიანები ძალიან ნაწყენები რჩებიან. მე გეტყვით, გაზაფხული მოდის, ცივი წყალი იქონიეთ, გადაგივლით მალევე. რას ქვია ქვედალოცილო, მამამ როგორ გაგზავნა და დედამ. ანუ არ უსაყვედურია, არ უთქვამს შენიშვნა, აბა თუ მე თქვენი სულიერი მამა, მასწავლებელი არ ვარ, რა გინდათ აქ მაშინ? ისთვის დადიხართ აქ?
თუ ვიღაცა ფიქრობს რომ უფლამდე პირდაპირ აი ესენივა ხელგაშლილი ძალიან ცდება. ჩვენ იმიტომ დაგვადგინა უფალმა რომ ჩვენ ვიყოთ თქვენი მწყემსნი, თორემ თავარი მწყემსი თქვენ ქრისტე ხართ. ის არის ყველას მწყემსი და მამა, მაგრამ ჩვენ აქ დაგვადგინა რომ ჩვენ მოვისმინოთ და უფლამდე მივიტანოთ ყოველი თქვენი გულის წუხილი იქნება თუ ეს აღსარება იქნება თუ ნებისმიერი რამ. ასე რომ დედის წინ მორბენა კვიცხვი იცით ვინ ჭამს? და წინ დავყოშილონ უნდა მიხართ. დაგადგინათ უფალმა ხართ ამ ტაძრის ნებისმიერი ტაძრის მრევლი. შენიშვნაც უნდა აიტანოთ და საყვედურიც უნდა აიტანოთ თუ ეს თქვენ წვრილი მიგიწვით ამაში. და თუ ვიღაცა ფიქრობს რომ 24 საათი თავზე ხელი უნდა გადაუსვა, ამაში რო გაფრჩება იცის ძალიან და არ გირჩევთ. არ გირჩევთ, იმიტომ რომ ადამიანი მიმღებელი უნდა იყოს. ახლა მაგალითად რაღაცა სამსახურში დააშავე ადამიანმა და მოვიდა შენი უფროსი და შენი შტოს გაძლევს. გაიქცევი? არ გაიქცევი, იმიტომ რომ ფულს გიხდიან. და აქ რატო გარბი ხარ? იმიტომ რომ ფულს არ გიხდიან? სამაგიეროდ აი რაც ჩამოთვალე ამდენ მადლს იღებ აქედან, რომელი ნებისმიერ ფულს რო გადაწოდეს, რა თქმა უნდა. ტრადიციულად რამე კითხვა ხომ არ